passengers. ანუ აქ მე მგონი ფეხით უნდა გადახვიდეთ. აი საზღვარი. საკმაოდ დიდი რიგია და მანქანები ელოდებიან. ჩვენ დაგვჭა კიდე 295 კილომეტრი გასავლელი. საინტერესო არასამართებს მოგთხოვენ აქ. და მე მგონი ეს არის ბოლო საზღვარი, იმიტომ რომ მე ევროკავშირის ზონაში შევდივარ და იქ ჩვეულებრივ თავისუფლად გადაადგილდები. ეს ადგილები და მიყურს და უნდა წავისო. ეს პეფი რომელიც არის უმარტივესი წასასვლელი. ეს მე გამგვიგზავნა. რა მარტივია, ნახე რა. ძალიან მაგარია. და ცხვირზეც. უმაგრესი რამეა. პირდაპირ მგზავრობისთვის არის. აი, კიდე წაგისვა? კარგია. მაგრამ მომეწონა. ესენი ფეხით გადმოდიან და მე მანქანით უნდა გადავიდე. ესეც ბულგარეთის საზღვარი. არა, იქ უნდა დავმდგარიყავ. თურქეთმა ძალიან მარტივად გამოგუშვა, მაგრამ მაგარი რიგი იყო. აი მე ცუდად ვარ. ანუ საფეხბურთო შემინდა და ქვითრის გარეშე ვერ შევდივარ და რიგია. რა მაგარია, ფასები ევროშიც აწერია და ლევშიც. მილკას ნაყინი ვნახე ბრეცელის და ხოლმე გავსინჯოთ. ან მარილები აქვს მე მგონი ვაი მე. აია. გავჩერდით ახლა მაკდონალდსში და მარიამი. მაკდონალდსის ლოგო დავინახე და ეგრევე შემოვედით ან ავტობანი და სადაც 140-ია დაშვებული. შემოვიდა, შემოვარდა. შემოუფრინდი. იმედია წესიერი რამე ექნებათ ვეგეტარიანული. და უნდა გავსიჯოთ ახალული რაღაცეები. ყველა ქვეყანაში ვეძებ ჩისტარებს და არსად არ არის. მინდა რომ დაამატონ ისე საქართველოს მაკდონალდსში მარტო მაგის გამო შევდიოდი. აბა რა კოკაკოლა? საშდელი კოკაკოლა. ოს რა? აბა ცოტი კოლა გამისიჯოს არასდროს. აი ვეჯი ბურგერი. კაია. ბულგარეთში კოღოებმა დაუხლიდეს და რა თქმა უნდა, აი პესტოს გამოგზავნილი. კოღოების საწინააღმდეგო ხსნარს ვიშხურებთ. ხელებზე შემომდია? ხოთი აქვს ბულგარეთში. ვაიმე დეგენერატი სანამ ვიღებდი მემეჯ და თითზე. ჩამოვედით ახლა სოფიაში. ძალიან ბევრი გერმანული და ნუ ზოგადად ევროპული ბრენდია. კაუფლანდზე ვგიჟდები. გერმანიაში რომ ცხოვრობდი ნახევარი წელი იქ მაგ გატარებული. გადაბარგება. ძალიან სწრაფად ჩამოვედით, იმიტომ რომ 140 იყო დაშვებული სიჩქარე. იმდენად ბევრი კოღო იყო, რომ ყველაფერი მივასრისე. სულ ყველაფერი მივასრისე. ხომ თუ აი უამრავი კოღო იყო გზატკეცაზე. ამ ქალაქში არის კოღოების სადგური. ვაიმე. ეს რა არის? ნო, ჭიამაია. აბა, ბულგარეთის აპარტამენტო. ნიკას წაშლილის სახე. საერცხის მანქანაც გვაქვს და აბაზანა აქეთ. ვილა იქნება ერთ საათში. წავიდეთ ხოდა. საერცხის ფხნელი გვინდა და აი ნახე ეს დეგენერატი როგორ დაფრინავს ჩემ გარშემო. აქამდე ნაკირავი მანქანით კი გვიმოგზაურია, მაგრამ რა კომფორტული ყოფილა, სადაც გინდა წახვალ მანქანით. არც ავტობუსელოდები, არც გაგვიანდება ფეხით რომ მირბიხარ. გავაფრთხილე რომ გეყრება მეთქი და არ იმასქნა თქო და წამოვაგრეთ. და ორივე ხელით და დაკავებული და ეს მაგრამ გავაფრთხილე და შემთარი. არ დამეყრება, ვიცი. რა საწავიღო? გითხარი, მომაწოდე მეთქი, მომაწოდე თქო გითხარი. ნაშოპინგარი პროდუქტები.